რიტეილ სექტორის წარმომადგენლები რეალიზაციის შემცირებაზე საუბრობენ ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით 6 თვეში ბიზნეს DGG-ს ზედმეტობის სახით გადახდილი 1.3 მილიონი ლარი დაუბრუნდა. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში განმეორებით გზის გადაკეტვა და პოლიციელის დაუმორჩილებლობა პატიმრობით დაისჯება. მთავრობამ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ჯარიმებით 2025 წლის 5 თვეში 73 მილიონი ლარი აკრიფა, საიდანაც 29 მილიონი ლარი ცენტრალურ ბიუჯეტში, 53,7 მილიონი კი ადგილობრივ თვითმმართველობის ბიუჯეტში შევიდა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ქვეითებისთვის ჯარიმა 5 მაგდება, კანონპროექტი დაჩქარებულად განიხილება. ივნისში ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 2096 მანქანით დატვირთული კონტეინერი მიიღო. ნავსადგურმა 8001 ავტომობილი დაამუშავა. საქმის კურსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. დღეს თავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობ. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში განმეორებითი გზის გადაკეტვა და პოლიციელის დაუმორჩილებლობა პატიმრობით დაისჯება. ცვლილებებით, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სახელმწიფო პოლიტიკურ თუ პოლიტიკური თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურს შეურაცხყოფისთვის, ასევე შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის. ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა აღარ იქნება გამოყენებული, არამედ მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. გარდა იმ ზოგადი გამონაკლისებისა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა გათვალისწინებული, გამომრიცხავი გარემოებების სახით პატიმრობის გამოყენების დროს. ამასთან შემოდის პრინციპი, რომლის თანახმად თუ სამართალდარღვევა სახდელის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას სხვა სახის სახდელებთან ერთად და ამასთანავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენცია, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება ჯარიმის დაკისრების თაობაზე არ გასაჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და გასაჩივრდება უშუალოდ სასამართლოში. ასეთი დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში შევა დადგენილების გამოტანისთანავე, ხოლო დადგენილების გასაჩივრება არ შეაჩერებს მის აღსრულებას. რიტეილ სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ საცალო ვაჭრობის მიმართულებით რეალიზაციის კლების ტენდენცია. სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ჯამურად გაყიდვების კლება ფიქსირდება, რაც მათი თქმით ქვეყანაში არსებულ არასტაბილურ გარემოს უკავშირდება. რეალიზაციის კლების მიზეზად ბიზნესი ტურისტული ნაკადების შემცირებასაც ასახელებს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. სექტორის ნაწილმა 6 თვე გაყიდვების ზრდით დაასრულა, თუმცა ამბობენ, რომ შედეგის მიღწევა გააქტიურებული ფასდაკლებების და შეთავაზებების გზის შეძლეს. რა ტენდენციებია რიტეილ სექტორში და როგორი იყო საცალო ვაჭრობისთვის მიმდინარე წლის 2 კვარტალი? ნუცა შუბაშვილი გვერდდება დეტალებით პირდაპირ ეთერში, ნუცა გისმენთ. ანუკა მოგესალმები. დიახ, 2025 წლის პირველი 6 თვე რიტეილ სექტორის ნაწილისთვის რთული გამოდგა. საცალო ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ მეორე კვარტალის გაყიდვების და მომხმარებელთა ნაკადის კლებით დასრულდა. როგორც მაგალითად ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ კოტონში აცხადებენ, მათ შემთხვევაში მაისში გაყიდვების ზრდა ფიქსირდებოდა, თუმცა ივნისი კვლავ ნეგატიური გამოდგა, რისი მიზეზიც მათი შეფასებით, მათ შორის რეგიონში არსებული ვითარება და ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტული ნაკადების კლება. შედეგად მაღაზიათა ქსელს ჯამურად წელს 6 თვეში გაყიდვები დაახლოებით 10%-ით, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა 13%-ით შემცირდა. შემცირებულ რეალიზაციაზე საუბრობენ თბილისის ცენტრალში, სადაც ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე გაყიდვების დაახლოებით 20%-იანი კლება ფიქსირდება. თბილისის ცენტრალის დირექტორის თქმით, არასტაბილურობის ფონზე მოსახლეობის ქცევა შეცვლილია და ისინი არაპირველადი მოხმარების პროდუქციაზე შედარებით ნაკლებს ხარჯავენ. 20%-იანი კლება არის საცალო ვაჭრობაში, შარშანდელ წლის შემსაგებ პერიოდთან შედარებით. თვითონ მეორე კვარტალი ცოტათი უფრო ჰქონდა გაუმჯობესება, იმიტომ რომ ის ჩვენი სექტორში შედის ეგრესებულ მიდ სეზონში, საშუალო სეზონში, თუმცა ტურისტული ნაკადების კუთხითაც დიდ ძვრას დღეს ვებ ამ ეტაპზე როტოს რო ხედავთ, ესეთი ძირითადი კიდე ბაზარი როგორც იყო ისრაელი დღეს ეგეც სპექტაკლებად ჩაკეტილი არის, ამიტომ ამ ჭრილში დადებითი მოლოდინების ქონა მე მგონი დღეს საკმაოდ რთული არის. ის რასაც ვთქვათ ბიზნესი ცდილობს საცალო საერთო ხელები ცდილობენ რომ
ოპტიმიზაცია გააკეთონ დაუშვათ თავიანთი განახარჯები, შემცირებული არის თქვა ამ ჭრილში იგივე იმპორტის მსვლელობა. ეს გამოიწვია ვთქვათ ფრენს ირგული მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა. იქიდან გამომდინარე, რომ ივნისის თვეში მომხმარებელთა შემომსვლელთა რაოდენობამ დაიკლო 12%-ით და შესაბამისად ასევე 15%-ით დაიკლო გაყიდვება. გამოკითხვასავით ჩავატარეთ და უფრო განსაკუთრებულად ბათუმში, იმიტომ რომ ბათუმი როგორც იცით ამ სეზონზე ყოველთვის გამოირჩევა ტურისტების გასვლის მიზნით, მაგრამ როგორც აღნიშნეს, თვითონ ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ებრაელებმა თუ რუსებმა თუ უკრაინელებმა რაღაცა ბევრმა დატოვა ქვეყანა. რო შევაჯამოთ 6 თვე, მაინც კლება გამოდის შაშანდელ პირველ 6 თვესთან შედარებით დაახლოებით 10% საშუალებით. გაყიდული პროდუქციის რაოდენობას თუ ავიღებთ, ესეც დაწეულია. დაახლოებით 10-12% თუ ადრე ერთ მომხმარებელზე მოდიოდა 2.5 ასე ვთქვათ ნივთი პროდუქცია, ეხლა დაახლოებით ეს შეადგენს 1.9-ს. ანუ აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეკონომიის თვალსაზრისით იმდენს აღარ ყიდულობს მოსახლეობა, როგორც ადრე ყიდულობდა. კომპანია GTEX-ში კი, რომლის ჯგუფში 7 ბრენდი შედის, ამბობენ, რომ მათ შემთხვევაში წინასწარი მონაცემებით მეორე კვარტალში გაყიდვაში მცირედი ზრდა ფიქსირდება, თუმცა კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ გასულ პერიოდთან შედარებით ამ მაჩვენებლებზე გასასვლელად რიტეილ სექტორს გააქტიურებული ფასდაკლებების და შეთავაზებების გამოყენება სჭირდება, რაც საბოლოოდ კომპანიის მომგებიანობაზე ბუნებრივია ნეგატიურად აისახება. ამის ნაწილში კი ბატონო შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს ძალიან მცირედი ზრდა გვაქვს, თუმცა მაგალითად აი მოქმედებს როგორ ვთქვათ, ბათუმის ტენდენცია ვთქვათ ზრდის ბევრად უფრო დაბალი არის ვთქვათ ვიდრე თბილისში. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნებოდა აქ ისეთი სიღრმისეული ანალიზის გაკეთება, რომ აი ამ ზრდამ, მხოლოდ შემოსავლის ზრდამ ასე ვთქვათ შეცდომაში არ შეგვეყვანოს, ხო, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. აი მაგალითად შაშანდილთან შედარებით ვთქვათ უფრო აქტიურად ვიყენებთ რაღაცა სხვადასხვა მარკეტინგულ კამპანიებს, ფასდაკლებებს, აქციებს, იქ კეშბექი იქნება თქვა ბანკიდან წამოსული რაღაც აქციები თუ ესე შემდეგ, ხო? რეალურად ცოტა უფრო მეტი დატვირთვით გჭირდება ესეთი აქციების გამოყენება, იმისთვის რომ შევინარჩუნოთ აი ეს ზრდის ტემპი, რომელიც გჭირდება რეალურად. შედეგად ყველაზე ცუდი ის არის, რომ ბუნებრივია რომ ეს არ წავს მთლიანად უკვე კომპანიის, ანუ მომგებიანობაზე მოქმედებს. რეალიზაციის დადებით ტენდენციებზე საუბრობენ სინომი რიტეილში. კომპანიის დირექტორის რეზო მაღალაშვილის განცხადებით, მათი ჯგუფის შემთხვევაში წლის პირველ კვარტალში გაყიდვები დაახლოებით 30%-ით გაზრდილი, მეორე კვარტალში კი 20%-იანი ზრდა ფიქსირდება. თუმცა კომპანიაში აღნიშნავენ იმასაც, რომ ბოლო დღების განმავლობაში შეინიშნება გაყიდვების ზრდის ტემპის შედარებით კლება, რაც მათი შეფასებით ახლო აღმოსავლეთის, მათ შორის ისრაელიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას უკავშირდება. პირველი კვარტალი დაახლოებით 30% აღემატებოდა 2020-ის პირველ კვარტალს, ხოლო მეორე 20%-ით ანალოგიურ მეორე კვარტალს შარშანდელი წლის. ამიტომ შედეგები კარგი არის. ერთ-ერთი ბოლო დღეებში აღინიშნება ცოტა ვარდნა ტრაფიკის განსაკუთრებით, რასაც ვხედავთ, ეს არის ახლო აღმოსავლეთის მიმართულებიდან კლიენტების ნაკლებობა ძირითადად ტურისტები არაბული ქვეყნებიდან მოიკლო, ასევე ისრაელიდანაც მოიკლო ტურისტებმა ბოლო დღეებში. შესაძლოა მიმდინარე მოვლენებთან იყოს დაკავშირებული აღმოსავლეთში. რიტეილ სექტორში პროგნოზების გაკეთება უჭირთ, როგორი შეიძლება იყოს წლის მომდევნო პერიოდი გაყიდვების მხრივ. ბიზნესი ამბობს, რომ სექტორის ზრდისთვის აუცილებელია ქვეყანაში პროცესების დასტაბილურება, პროგნოზირებადი ბიზნეს გარემო და ტურისტული ნაკადების ზრდა. მადლობა ნუცა, ეს ნუცა შუბაშვილი იყო, რომელმაც რიტეილ სექტორში არსებული ტენდენციები გაგვაცნო, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. მოსალოდნელია, რომ სხვა თანაბარ პირობებში საქართველოში საწოლზე ფასი კვლავ უნდა შემცირდეს. ამის შესახებ TBC კაპიტალის მიმოხილვაში წერია. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ კონფლიქტის გამწვავებისას ნავთობი სოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაძვირდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ კვლავ მყისიერად გაიაფდა. ზოგადად მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს
საქართველოს ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია და შესაბამისად ნავთობის ფასი ზრდა გამოწვევას წარმოადგენს, ასეთ დროს ქვეყანას ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით მაღალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს. TBC კაპიტალის შეფასებით აღნიშნული ფაქტორები ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს, თუმცა მათი თქმით უნდა გამოვყოთ, რომ ბოლო 2 თვეში ბენზინსა და დიზელზე ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაზე 0.5% პუნქტის წვლილი შეიტანა. ამდენად ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასი ზრდა ინფლაციის კუთხით უარყოფითი ფაქტორია. მათი თქმით, ბოლო დღეებში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები მცირედით გაიზარდა. მსოფლიო ბაზარზე ფასის ნორმალიზაციის პარალელურად მოსალოდნელია, რომ სხვა თანაბარ პირობებში საწვავზე ფასი კვლავ შემცირდეს. დღეს მდგომარეობით ბარელი ნედლი ნავთობის ფასი $65-მდეა შემცირებული, კლებაა ბრენტის ტიპის საწვავზეც და $66.7 ღირს, WTI-ის ფასი კი $65-მდეა შემცირებული. საქმის კურსი 17 საათსა და 40 წუთზე ამით დასრულებულია. თქვენ კი უნდა დაელოდოთ ჩვენ შემაჯამებელ გამოშვებას, რომელიც BMG TV-ზე 19 საათს დაიწყება.